გამარჯობა. დღეს მინდა ერთ ძალიან საინტერესო და სიმართლე გითხრა საკმაოდ პროვოკაციულ მასალას ჩაუღრმავდეთ. გამარჯობა. ხო, ნამდვილად პროვოკაციულია და მძიმე წასაკითხით. ჩვენი მიზანია, რომ ეს რთული არგუმენტები დავშალოთ და გავიკოთ, რატომ ადარებს ავტორი საქართველოს ისტორიას ძველი ისრაელის ისტორიას. და რას ნიშნავს, როცა ქვეყანას ნაქირავებ ტერიტორიად მოიხსენიებს. მოდი ვცადოთ და ჩავყვეთ ამ ანალიზს. კი ბატონო. დავიწყოთ იმით, თუ როგორ ხატავს ავტორი დღევანდელ რეალობას. ის იწყებს თანამედროვე ქართული საზოგადოების, ესე იგი, დიაგნოზით და საკმაოდ მწვავეა. კი, ძალიან. აი თუნდაც რელიგიის თემა რომ ავიღოთ, ამბობს რომ რწმენაზე მეტად ცერემონიაა. ხო, ეგ მომენტი, სანთლის დანთება, პირჯვრის გადაწერა, კოვზით ზიარება, ამ ყველაფერს საბჭოთა პერიოდის ცერემონიებს ადარებს. და ამას ემატება ეკონომიკური პრობლემები. წყაროს მიხედვით, საქართველოში შუალო ფენა ფაქტობრივად აღარ არსებობს. ანუ ან ძალიან მდიდრები არიან, ან ძალიან ღარიბები. ზუსტად. და ეს, რა თქმა უნდა, უზარმაზარ სოციალურ დაზაბულობას ქმნის. პოლიტიკაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, აქ ავტორი განსაკუთრებით დაუნდობელია. მისი თქმით, მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთი დიდი ფარსია. თი ოპოზიციამ პოზიციანად. საზოგადოება დაიღალა ამ უსასრულო მოლოდინით, რომ აი მოვა ვიღაც ახალი სახე. და მაინც არაფერი იცვლება. არაფერი. ამასთან წყარო საუბრობს ინტელექტუალურ დეფიციტსაც. ანუ, ქვეყანა საკლია ფილოსოფიურად მოაზროვნე ხალხი. მეტაფიზიკურად მოაზროვნე, როგორც ის წერს. კი, ამის გამო საზოგადოებრივ ცხოვრებაში დომინირებს რაღაცნაირი უსაქმურობა და იოლიგზით ფულის შოვნის სურვილი. და მეცნიერება, აკადემიური წოდებები, ყველაფერი გაუფასურებულია. ხო. კარგი. და აი ამ მძიმე დიაგნოზის ფონზე მივდივართ მის მთავარ ყველაზე პროვოკაციულ იდეამდე. დიახ, იმ იდეამდე, რომ საქართველო რეალურად დამოუკიდებელი არ არის და მისი ტერიტორია ნაქირავებია. ხო, ნაქირავები რუსეთისგან. მოდი კარგად ავხსნათ, რას გულისხმობს? ეს ხომ პირდაპირ ფინანსური ჯერას არ ნიშნავს, არა? არა, რა თქმა უნდა, ის პარალელს ავლებს კანადასთან, ავსტრალიასთან, ახალ ზელანდიასთან. რომლებსაც ბრიტანეთისგან ნაქირავებ ტერიტორიებად მოიხსენიებს. კი, ანუ იქ საუბარი არა პირდაპირ ფულზე, არამედ კონტროლზე, სუვერენიტეტის შეზღუდვაზე. ამ ლოგიკით რუსეთი საქართველოს ტერიტორიის მეპატრონეა, ანუ არენდატორია. ეს ხედვა, რა თქმა უნდა, უახლეს ისტორიას სულ სხვანაირად ხსნის, აი მაგალითად 2008 წლის ომი. ხო, ამ კონტექსტში ეს აღარ არის უბრალოდ შეჭრა. არამედ მეპატრონის მიერ თავისი პირობების დაცვა, მოქირავნის დასჯა, რომელმაც პირობები დაარღვია. და ნატოს საკითხი იყო ეს წითელი ხაზი. ზუსტად. ამიტომ არის რუსეთისთვის ეს ასეთი პრინციპული. და ავტორი დარწმუნებულია, რომ დასავლეთი, განსაკუთრებით ევროპა, ამას ხვედავ. კი. კარგად ხვდება ამ გეოპოლიტიკურ რეალობას და საქართველოს გამო რუსეთთან ფუნდამენტურ დაპირისპირებაზე არასდროს წავა. კარგი, ეს გასაგებია, მაგრამ ახლა გადავიდეთ ყველაზე ჩემი აზრით საინტერესო ნაწილზე. რატომ უკავშირებს ავტორი ამ ყველაფერს ძველი ისრაელის ისტორიას? ეს ბიბლიური პარალელი ცოტა მოულოდნელი იყო? ეს არის მისი არგუმენტის ალბათ კულმინაცია. ის ყვება ისტორიას თუ როგორ დახპირდა ღმერთი აბრაამს მიწას. აღთქმულ მიწას, კანაანს. კი, მაგრამ მისმა შთამომავლებმა მონობიდან გამოსვლის შემდეგ ეს ტერიტორია ბოლომდე ვერ დაიმკვიდრეს. რა შეეშალათ? მათ დაარღვიეს ღმერთის მთავარი მითითება. რა იყო ეს მითითება? რომ ტერიტორია სრულად უნდა გაეწმინდათ ადგილობრივი ტომებისგან. მაგრამ როგორც ავტორი წერს, ისინი დაიღალენ მუდმივი ბრძოლით. აჰა, ანუ დაკმაყოფილდნენ იმით, რაც ჰქონდათ. ზუსტად. შეწყვიტეს ბრძოლა და ადგილობრივ ტომებთან დაიწყეს კავშირების დამყარება, დანათესავება. და შედეგად რა მიიღეს? შედეგად მათ დაკარგეს ნამდვილი სუვერენიტეტი. იწულებულები გახდნენ ხარკი ეხადათ. კი, ჯერ ბაბილონისთვის, მერე სპარსეთისთვის, საბერძნეთისთვის, რომისთვის, ანუ ფაქტობრივად საკუთარ მიწაზე ქირით ცხოვრობდნენ. ანუ მიწა ღმერთმა მისცა, მაგრამ ვერ შეინარჩუნეს. და ავტორი ამტკიცებს, რომ საქართველოც ანალოგიურ მდგომარეობაშია. შიდა დაპირისპირების და ისტორიული შეცდომების გამო მანაც დაკარგა სრული კონტროლი საკუთარ ტერიტორიაზე. და ახლა იძულებულია იცხოვროს თანამედროვე იმპერიის, ანუ რუსეთის გავლენის ქვეშ.
დიახ, ეს არის პარალელი. კარგი, ეს ყველაფერი ძალიან პესიმისტური სურათია. ფაქტობრივად ავტორი გვეუბნება, რომ დამოუკიდებლობა ილუზიაა. მაშ რას გვთავაზობს? რა არის გამოსავალი? მისი გამოსავალი ისეთივე არასასიამოვნოა, როგორც დიაგნოზი. ის ამბობს, რომ რუსეთთან კონფრონტაცია არის თვითმკვლელობის ტოლფასი. მაშ უბრალოდ უნდა დავნებდეთ, შევეგუოთ ამ მოქირავნის სტატუსს. ის ამას დანებებას არ არქმევს. ის ამას რეალობის აღიარებას უწოდებს. და რას ნიშნავს ეს რეალობის აღიარება? მისი აზრით უნდა შევწყვიტოთ უშედეგო ჭიწყინი და ენერგია მიუმართოთ არა იმის შეცვლაზე, რისი შეცვლაც არ შეგვიძლია. ანუ გეოპოლიტიკური რეალობის. კი, არამედ იმის აშენებაზე, რისი აშენებაც შეგვიძლია ამ შეზღუდულ პირობებში. ანუ შევქმნათ სახელმწიფო. მხოლოდ ასე შეიძლება თვითგანადგურების თავიდან აცილება მისი აზრით. დიახ, ეს არის გადარჩენის სტრატეგია და არა გამარჯვების. მოკლედ, დღეს მართლაც ღრმად ჩავედით ამ ანალიზში, განვიხილეთ საქართველოს კრიზისული მდგომარეობა, სუვერენიტეტის პრობლემა და ეს უცნაური, მაგრამ დამაფიქრებელი ისტორიულ-თეოლოგიური პარალელი. ნამდვილად არ არის მარტივი საკითხავი, მაგრამ გაიძულებს ბევრ რამეზე სხვანაირად დაფიქრდე. კი ბატონო. და ბოლოს სანამ დაგემშვიდობებით, ერთ საფიქრალს დაგიტოვებთ. წყაროს მთავარი იდეა, რომელიც მთელ ტექსტს გასდევს ხომ ისაა, რომ დედამიწაზე ყველა ტერიტორია დროებითია და საბოლოოდ ღმერთს ეკუთვნის. ანუ, ერთადერთი ნამდვილი მეპატრონე ღმერთია. ხო, და დაფიქრდი, თუ ამ პრემისას მივიღებთ, თუნდაც წამიერად, როგორ იცვლება ჩვენი წარმოდგენა ეროვნულ იდენტობაზე, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ კონფლიქტებზე. არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნებისმიერი სხვა ერისთვისაც. თუ ყველა ტერიტორია ნაქირავებია, მაშინ რას ნიშნავს საზღვარი ან სამშობლო?